რუსეთის პერევიდან ჯარები გაყავს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟენევაში გააკეთა. გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ჯარების გაყვანის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და ფრაგმენტი კარასინის განცხადებიდან. რუსეთის ფედერაცია მოამზადა და უახლოეს მომავალში გაიყვანს მესაზღვრეებს პერევიდან, რომლებიც დისლოცირებული არიან გეოგრაფიულად სადაო ტერიტორიაზე. საქართველოს უნდა დაფიქრდეს, თუ როგორი პოლიტიკა ექნება რეგიონში განმარტა რუსმა დიპლომატმა. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ ოფიციალური თბილისი ახლა განცხადებების შესრულების მოლოდინშია. როდის გავა რუსული ჯარები პერევიდან ქართული მხარე ვარაუდობს, რომ საგუშაგოების გაუქმების პროცესი სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება. მოლაპარაკებები ჟენევაში გუშინ დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენმა მესაზღვრეებმა დიდი სამუშაო გასწიეს და გაიყვანეს გზა, რომელიც ამ რაიონს დანარჩენ სამხრეთ ოსეთთან აკავშირებს. ამიტომ ახლა მოვიდა დრო, რომ დავიხიოთ უკან, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვაღიარებდით, რომ ეს რაიონი საკმაოდ საკამათო იყო. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ დღის წესრიგიდან ამოვიღეთ მედვედევ სარკოზის შეთანხმებიდან ერთ-ერთი პუნქტი. მიგვაჩნია, რომ ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა, რაც აღინიშნა კიდევაც თანათავმჯდომარეების მიერ. იმედი გვაქვს, რომ ის რეალიზებული იქნება უახლოეს დღეებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეობით. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ გვესმის განცხადებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ ამ ერთი სოფლის დეოკუპაციას მაინც მოახდენენ. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში ეს განცხადებები დადასტურდება კომენტებებით. ჩვენთვის ნებისმიერი საქართველოს მცირე ტერიტორიის დეოკუპაციაც არის მნიშვნელოვანი და ამ ერთი სოფლის დეოკუპაციაც მნიშვნელოვანია, ამ სოფლის ცხოვრებისაც ბუნებრივია მნიშვნელოვანია, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს არის მხოლოდ ნაწილი და პირველი ნაბიჯი იმ პროცესზე, რომელიც უნდა დასრულდეს საქართველოს სრული დეოკუპაციით. რატომ გაყავს რუსეთის პერევიდან სამხედრო ნაწილები? ეს დღევანდელი დღის მთავარი კითხვა. ექსპერტები დილიდან მოსკოვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აფასებენ. საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა და თბილისთან ურთიერთობების აღდგენის სურვილი. ექსპერტები ამ ორ ძირითად ვერსიაზე საუბრობენ და არ გამორიცხავ, რომ პერევის შემდეგ მოსკოვმა სხვა პოლიტიკური ნაბიჯებიც გადადგას. ლაშა მიქაძე მოისმინა დილიდან ექსპერტების შეფასებები, ახლა ეს პირდაპირ ეთერში გვერდება. ლაშა, რას აცხადებენ შენი რესპონდენტები? ქართველი ექსპერტები რუსეთის გადაწყვეტილებას პერევიდან გაიყვანოს სამხედრო შენაერთები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ პერევი რუსეთისთვის აღარ წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს სამხედრო თვალსაზრისით და ახლა რუსეთს სურს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში გამოჩნდეს როგორც კეთილის მოსურნე და დაიწეროს დამატებითი ქულები, ასევე მან დაზოგოს ის თანხები, რომელსაც პერევში რუს სამხედროებს მოახმარს. ექსპერტების შეფასებით რუსეთის ეს ნაბიჯი ასევე განაპირობა საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო ზეწოლამ და შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერამ საქართველოს მისამართით. მე შეგახსენეთ ჰილარი კლინტონის ბოლოდროიდელ განცხადებებს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის მისამართით რამდენჯერმე იხმარა სიტყვა ოკუპაცია და მოითხოვა საკმაოდ მკაცრი ტონით საქართველოს დეოკუპაცია. ამ განმავლობაში რუსეთმა მოახერხა უკვე იქ საკმაოდ კარგად გამაგრება, მას მის შეიარაღებულ ყოფნას, სამხედრო ყოფნას არ ემუქრება პრაქტიკულად არაფერი, ამიტომ პერევში საგუშაგოს ქონა მისთვის კარგავს პრაქტიკულად რაიმე სტრატეგიულ მნიშვნელობას. და აქ რუსეთი ცდილობს, როგორც ჩანს, გარკვეულწილად მოიგოს კიდევაც დასავლეთის და საერთაშორისო თანამეგობრობის გული, აჩვენოს, რომ იმას გააჩნია რაღაც კეთილინება და მეორე მხრივ უბრალოდ არაეფექტურ ხარჯებს ამცირებს. ეს არის რა თქმა უნდა ასევე სერიოზული ზეწოლის შედეგი, რომელიც ცოტა დიდი ხანია მიმდინარეობს ყველა დონეზე, ყველა ტრიბუნიდან და რა თქმა უნდა რუსები გამოცხადნენ, რომ ეს იყო კეთილინების ჟესტი და იყო პირველი და უკანასკნელი, მაგრამ ალბათ ეს იქნება პირველი და იქნება დააწყისით, ნელ-ნელა ამას მოყვება გარკვეული ნაბიჯები. ჩვენ ამას ყველაფერს ალბათ ნელ-ნელა ვნახავთ. გააჩნია, ასე ვთქვათ, ისე და ისე როგორ იქნება სერიოზული მუშაობა განწეული ჩვენი მხრიდან და როგორ იქნება მით უმეტეს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, ჩვენ უცხოელი მეგობრების ზეწოლა რუსეთზე. საჩხერის რაიონის სოფელ პერევში რუსი სამხედროები 2008 წლის აგვისტოს ინტერვენციის შემდეგ ჩადგნენ, დასრულდება თუ არა 26-თვიანი ოკუპაცია, ან როდის დასრულდება ის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ოფიციალური განცხადება რუსეთის მხრიდან უკვე გაკეთებულია. მოსკოვის განცხადება და ქართველი ექსპერტების შეფასებები. ლაშა მიქაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რუსეთის გადაწყვეტილებას პერევიდან ჯარების გაყვანის შესახებ ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. თბილისში იმედი აქვთ, რომ პერევი იქნება პირველი სოფელი, რასაც დანარჩენი დასახლებების დეოკუპაცია მოყვება. თუ მოსკოვი პირობას შეასრულებს, მაშინ ორ მხრივ ურთიერთობებში იქნება გარკვეული პროგრესი, განმარტავენ ქართველი პოლიტიკოსები. დეპუტატები მოსკოვის გადაწყვეტილებას ბოლო პერიოდში საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებას უკავშირებენ. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ მოწვევები ვიყავით ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო აქტივობის რუსეთის ზეწოლის თვალსაზრისით
სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა გააკეთა ასევე ძალიან კაცრი განცხადება რუსეთი, რომელიც მიხვდა, რომ შეიძლება მოექცეს სრულ იზოლაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით, გადადგა ეს ნაბიჯი. თუკი გაკეთებულ განცხადებებს მართლაც მოყვება კონკრეტული ქმედებები, მე მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია შევაფასო, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება. ეს იქნება ძალიან კარგი ნიშანი იმისა, რომ მართლაც შეიძლება მოლაპარაკების, დიალოგის, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის გათვალისწინებით გარკვეული პროგრესის მიღწევა იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რომელიც რამდენიმე წლის წინ იქნა გაფორმებული და რომელსაც რუსეთი უკვე სამწუხაროდ ამ 2 წლის განმავლობაში არ ასრულებდა. და რა ხდება პერევში, სოფელში საედენაც რუსი ჯარისკაცების გასვლას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 2 წელია რაც ელოდება. ქრონიკის ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე მუშაობს დღეს დილიდან რუსულ ბლოგ საგუშაგოებთან და ახლა ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერდება. ეკა, თუ შეიმჩნევა რუსი ჯარისკაცების გადაადგილება ან მზადება გასვლისთვის? ჟენევაში მიღწეული შეთანხმების შესახებ სოფელ ჯრიას მოსახლეობამ დილის საინფორმაციო გამოშვებებიდან გაიგო. ჯრიასა და პერევის საზღვარზე ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. რუსეთის ჯარის ბლოკპოსტი ისეთ სოფელ პერევში დგას. დღევანდელი ინფორმაციის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ჯრიელები იმედებით ელოდებიან ცვლილებებს, თუმცა ჯერჯერობით პერევის ბლოკპოსტზე ყველა გამრიელს აჩერებენ და მათ პასპორტებს თხოვენ.